თუ ლუდი გიყვარს, მაშინ საყოველთაო მაგარი კაცი ხარ ძა. დღეს ვითამაშოთ ძალიან ოდერთან ამას, რომელსაც ჰქვია 10 ფაქტი ლუდზე, რომელდანაც 5 არის მცდარი, 5 არის მართალი და თუ მაგარი ხარ გამოიცანი რომელია მართალი, რომელია მცდარი. ეგვიპტის პირამიდის მშენებლობის დროს ლუდი მუშების ხელფასის ნაწილი იყო. ეს პირველი ნახე ვიცი რომ მართალია. მეგრმა პირამიდები მოულებმა აშენეს და მეთქი საერთოდ რატო უხდიან ხელფასს. მაგრამ თურმე არა ჩვეულებრივი ხალხი აშენებდა, რომელსაც ხელფასის ჰქონდა და რაღაც ნაწილს ლუდში უხდიდნენ. აი შემდეგი ფაქტი, შუა საუკუნეებში ლუდი წყალზე უფრო უსაფრთხოდ ითვლებოდა დასალევად. ეს ალბათ სწორია, იმიტომ რომ ადრე როგორც დღეს არის ქლორს არ ყრიდნენ წყალში. მეგრმა პირდაპირ შავდნენ. ის გამოც სახე ეძრობოდათ და ალბათ ლუდი და ხან ალკოჰოლია და რამე უფრო ჯიგრული. ჩემს ეს ფაქტი ხასავ. შემდეგი, ბელგიაში არსებობს ლუდი, რომელიც მუსიკალური ვიბრაციების გამოყენებით იხარშება დუღილის გასაძლიერებლად. აიცი, ეს არ მგონია სიმართლე. ხადაობეს ბელგიაზე მართალი ყოფილა, მართლა ეს იხარშება ლუდს. შემდეგი, გერმანიაში ბერებმა ლუდის ყველი შექმნეს, რათა მარხვის დროს მარხვის წესებისთვის გვერდი აევლოთ. არც ეს გვერდი ეს ვარ, იმიტომ რომ ცოტა რომელიმე სხვა შავი ზღვისპირა ქვეყანა ყოფილიყო კიდე ხო? მაშინ სიმართლე იქნებოდა. არა, გერმანიაში არ იკატებდნენ მაგას. სადაო მართალი ყოფილა თურმე შალიჩოვენ გერმანიაში. შემდეგი, NASA-მ კოსმოსური ლუდის პროექტი მიატოვა მას შემდეგ, რაც ერთ-ერთი ასტრონავტი ორბიტაზე დათვრა. აი, ეს იქნება სისულელე, ტყუილით არა. და ო, მართალი ყოფილა ეს უაზრობა არის. დიდერში კოსმოსში ვერ აიტანდნენ ლუდს. ანუ იქ გრავიტაცია არის ეს ლუდის ფილები ჩემი აზრით. შემდეგ, ძველ ბაბილონში პატარძლის თითოები ერთი თვის ლუდს მოიცავდა. ესეც ჩემი აზრით არასწორია. ერთი თვის ლუდს. ნახე ძველ ბაბილონში კიდე შეიძლება. ბაბილონი, სად იყო? ბაბილონი, ბაზარი არა, მანდ იქნებოდა კი. ნახოთ ამო. აუ, სიმართლე ყოფილა. შემდეგ, ჩეხეთის რესპუბლიკაში არის ლუდის სპა ცენტრები, სადაც ადამიანები კანის გასაუმჯობესებლად თბილ ლუდში ბანაობენ. ჩეხეთში იქნება, უიჭველი იქნება. არ ვანო ყოფილი, მაგრამ რავი, ყველაფერია მეგონი, მანდ ლუდს რაც უკავშირდება. აი ზევით რა ფაქტებიც იყო. სტარი რაც იყო, ეგრე ჩეხეთში ყოფილიყო, ალბათ იქ სიმართლე იქნებოდა. ჩემი აზრით ჭეშმარიტება არის. გადავუსწრო? კი ბატონო. ესეც მართალია. ეს მაგარი. მე-17 საუკუნის ინგლისში ლუდი გადასახადების გადახდის ფორმად იყო მიღებული. მაგრამ რა სახის გადასახადები იყო? კომუნალურები? იმიტომ რომ დღეს რას ვიხდით, დენი, გაზი, დასუფთავება თუ რაღაცა და წყალსაც ხო ვიხდით და თქვენ თუ ეგეთი იყო, წყალსაც ლუდით იხდიდნენ. და ცოტა უსამართლოა ხო? შემდეგი ფაქტი, ისლანდიურ ლუდსახარში ლუდს ვიშაპის სათესლე ჯირკვლა რა ეს. შემდეგი ფაქტი, სამეფო ლუდის ქარს კოზებით აფასებდნენ, რათა გადაიწყოთ კარგი იყო თუ არა. კაფით როგორ ამიხდე არ ვიცი, ლუდი ნამდვილად კარგია, მაგრამ ისიც არ ვიცი რომელ სამეფოზე არის ბაზარი. იქნებოდა უეჭველი ეს გადავამოწმო ერთი. ჩემი აზრით ეს სწორი არის. აუ, არ არის სწორი ვარში. მაგრამ გამიტყდა. კაი, აბა შემდეგი. ზოგ შუმერებში ექიმები ლუდს დეპრესიის და კბილის ტკივილის დროს უნიშნავდნენ. ეს არ იქნება, ეს ტკივილი იქნება, იმიტომ რომ წეგა რომელი ქვეყანა იყო? ეგვიპტის მერერო იყო. ბაბილონი ხო? მამეთ ბაბილონში თუ ზითვებში მიდიოდა, აქაც იქნებოდა ეგეთი რაღაც. შუმე ეგენი ხო ისაზღვრებოდნენ ერთმანეთს, სადღაც ორი მდინარე რო იყო. ეგეც იქნება სიმართლე, აბა ნახოთ. კი ბატონო, ესეც გამოიცანით. შემდეგი, მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული ლუდი მყინვარის ყინულისგან მზადდება და ამას თავიდან მეთხოვა რომ არ არის სწორი. ყინვარისგან მზადდება არა ის. ყინვარის წყალი იქნება ძალიან ცუდი რაღაცა. და ეგ წყალი რო გამოიყენო, ძალიან ცუდი გემო იქნება. ეს არ მგონი სიმართლე რო იყოს. გადავამოწმოთ სიმართლეა, ეს რომელ ლუდს ამზადებენ. რაღაც ლუდია ისტორიის დასასრული ქვია მეგონი. აუ, შანსი არ არის. მე მაინც არ ვქი, ასე რომ მე ყუილებში გამყავს ეს ფაქტი. კაი, შემდეგი. ლუდის შემთხვევით აღმოაჩინეს, როდესაც პური წვიმაში დატოვეს და ფერმენტაცია განიცადა. მეგონი ყველთა ხვდებით პირდაპირ ამაზე რო ეს არის ტყუილი. ესეც სწორია. რანაირ იქ თხემა რომ რაღაც მარცვლები შეჭამეს და ეგრე ყავა მოხდეს, ეგ ვიცი. ეს მოდი ვარ ChatGPT-ს ვითხოვთ სიმართლე არის ხო? და ბევრი ხალხი სერჩავს და არ გცალია. შემდეგი ფაქტი, იაპონიაში არსებობს ლუდი, რომლის გემოც განწყობის მიხედვით არის განსხვავებული. შეიძლება, იმიტომ რომ თუ ლუდს რო გაანებო თავი, ანუ ისედაც ეგრე არის, მაგრამ ყველა ლუდი ეგრეა. კარგ ხასიათზე რო გაგისწორდება, ცუდ ხასიათზე რო მაინც გაგისწორდება, ანუ ეს მართალი იქნება. Google-ის მიხედვით არ არის მართალი და რაც განსაკუთრებით რომ ლუდი არ არსებობს. ანუ მე რაც ვთქვი ის არის. შემდეგი, ვიკინგებს შეეროდათ რომ მეორებს რომლებიც ლუდის გასინჯვის გარეშე დაიყვნენ, ვაჰალს შესვლა იგზავნონ. ანუ რაღაც სპონჟი სიმართლე იქნება, მაგრამ არ მგონია ვინმე ყოფილიყო მანდ ის ლუდი არ იქნებოდა გასინჯული. ჩემი აზრით მართალია ეს ფაქტი. და არ არის მართალი. შემდეგი ფაქტი არის 1842 წელს გერმანულმა მეცნიერებმა განაცხადეს რომ ლუდი კატებში ტელეპათიურ შესაძლებლობას აუმჯობესებდა. ეს ტყუილი იქნება, იმიტომ რომ მათ დროს არ ეცლებოდათ გერმანულ მეცნიერებს 10
1852 21 საუკუნის წინ წავედი. რავი, ალბათ კი, რაღაც ბანს ვატარებდი ამ შემთხვეველებზე. უეჭველი კი იქნება ეს. ხო, ეს ტყუილი არის. შემდეგი ფაქტი. პირველი ცნობილი ლუდის რეცეპტი 4000 წელზე მეტი ხნის წინ თიხის ფირფიტაზე დაიწერა. 4000 წლის წინ ესე იგი რა იყო? ანუ ჯერ იყოს ქვის ხანა, მერე სპილენძი, მერე ვერცხლი, ოქრო, ბიჟუტერია, თიხის ხანა იყო 4000 წლის წინ. 4000 წლის პაპირუსზე არ წერდნენ. ეგ რისგან იყო გაკეთებული? მოდი, აბა ChatGPT-ს კითხოთ, ან თუ მაგას არცალია. კაი, მოდი გართხოვთ შემოხაზოთ, როგორც ყველა გამოსდა. ესეც შემეს ტყუილი იქნება. ახ, სიმართლე ყოფილა შენ. და ბოლო ფაქტი, არსებობს ლუდის სახელწოდებით გველი შხამი 77.5%-იანი ალკოჰოლით, რომელიც ცნობილია როგორც ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ლუდი, რაც კი ოდესმე დამზადებულა. აქამდე მეგონა, რომ ეგეთი ლუდი ბალტიკა იყო მარტო. მაგრამ თუ მომის რაღაც გველი შხამიც არსებობს. ეტა რა ხის? ეს უეჭველი სიმართლე იქნება, ისეთი სასმელები არსებობს. გველი შხამი როგორ არის ინგლისურად? Snake venom-ი, ლუდი, რომელიც ღირს 270 ლარი. რა ამბავი 271 ლარი? ეს 9 ლიტრიანი ბოთლი არის თუ? აგერ წერია ვაშე 575 ლარი 1 ლიტრის კი არ არის. მაინც რო დალიო, ოღონდ ეგევე დაიბედა. კაი. ნეტა რამდენი გამოვიცა. ყოველდღეს არის მეორე ვიდეო, რაც ვიჩალიჩე და აუ რა ვიცი რა.